საქართველოს კულტურის სამინისტრო და რუსთავი 2 წარმოგიდგენთ. ეთერშია გადაცემა ავტოგრაფი. ასე შესანიშნავ გარემოში ვარ. ამ ქვეყანაში ლეგენდები ცხოვრობენ. დავიწყო. საინტერესო ეს არის პროცესია. როცა ეს არ არის, არაფერი არ არის მაშინ. ტრადიცია გადადის საუკუნიდან საუკუნეში. ესაა ჩვენი ისტორია, ეს არის ჩვენი გენეზისი. შენ ხარ ნაწილი უზარმაზარი ცივილიზებული სამყაროს. იმედი მაქვს, რომ კულტურა ყველაზე დიდ ავტოგრაფს ტოვებს კაცობრიობის ცნობიერებაზე. უნდა გიყვარდეს შენი საქმე. განწყობა უნდა გქონდეს, რომ იმღერო. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია რომ გააკეთო შენი საქმე. ეს არის არისტოკრატიის სავსე გადაცემა. ეს არ არის ველმოდური, მართლა. აი ეს არის თანამედროვე. ადამიანები მოდიან სიყვარულით ჩვენს გადაცემას. სიყვარულს ყავლი არ გაზდის, არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლეში. ამ ადამიანების გარეშე ეს არ გამოვიდოდა. ქვეყანას უმასპინძლებ, რომელსაც საქართველო ქვია. იუმორი იყო ყველგან და ყველაფერში. ჩემი ასაკი ის ადამიანებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. მინდა რომ ეს გადაცემა გრძელდებოდეს სულ. დღეს მე დავინახე რომ ქართული საზოგადოების სიტყვა ისმენდა. ამას ვაგრძელებთ ახლა. აი ეს ასე უნდა გაგრძელდეს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, რუსთავი 2-ის ეთერში ავტოგრაფის დროა, მე მისი წამყვანი რეზო ჭიქიძე. დღეს ჩვენ საუბრობთ კულტურაზე, როგორც ადამიანთა ცნობიერებაში ყველაზე მძლავრ და ძლიერ ავტოგრაფზე. დღეს ბევრს ვისაუბრებთ კინოზე, ბევრს ვისაუბრებთ თეატრზე, იმიტომ რომ ჩვენ ყავს განუმეორებელი სტუმარი იან ნინიძე, რომელსაც ვთხოვთ სტუდიაში. დიდი მადლობა ქალბატონოია კიდევ ერთხელ რომ სტუდიაში მოგზავნით. დღეს ჩვენ შევესწრებით რომ დავხატოთ მთელი თქვენი შემოქმედებითი პორტრეტი, ამიტომ ეს გადაცემაც არის პორტრეტი ამ შემთხვევაში და დავიწყოთ მოდით სულ თავიდან თქვენი პირველი ფილმიდან. როგორ მოხდით არ დაიდაწოდოში? აი ამ შენობაში მოხდა ყველაფერი პირველ სართულზე, აი ხო რომ ამოვდიოდი ყველაფერი გამახსენდა, რა თქმა უნდა ის დაუვიწყარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ალბათ ბედი და ნამდვილად ბედი იყო. როდესაც შემოაღო საბალეტო კარის ოთახი, სადაც ჩვენ პატარა გოგოები ვცეკვავდით, გიორგი დანელიამ. და პატარა როლი მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ტექსტი მქონდა, ეგ დღემდე მახსოვს, იმიტომ რომ ის დაუვიწყარია ჩემთვის. წარმოედგინეთ მთელი აუდიტორია ბავშვებით სხვადასხვა ასაკის. რამდენი წლის ხართ? მე ვიყავი 7 წლის ასაკში. და როდესაც პოლკას ვსწავლობდით და უყურებდი ბავშვებს რომ არ დამვიწყებოდა ეს ილეთები. როდესაც პედაგოგს უთხრეს რომ აი ეს გოგონა გვინდა და მე ძალიან ეს აკურატულად უყურებდი ამ ფეხებს რომ არ დამვიწყებოდა ეს ყველაფერი და ზოგი უკვე იდგა ისეთი სახით რომ ემზადებოდნენ, იცოდნენ, მიხვდნენ და მე რატომღაც წარმოვიდგინე დანელია, როდესაც შემოვიდა აი ამ კურტკაში, აი ამ კეპისში, რომ ეს არის კინო რეჟისორი. არ ვიცი, საიდან, აი იქიდან ალბათ რაღაცა მოხდა ისეთი. მაშინვე შეგიყვარდათ კინო? იცით, მე მიყვარდა ბალეტი, დღემდე მიყვარს. რო ვთქვა, რომ ეხლა ეს ჩემი პროფესია კინო, როგორ არ უნდა შემიყვარდეს, იმიტომ რომ არ შემყარებოდა, იმიტომ რომ ეს იყო დიდი სცენა ჩემთვის. მე სხვა შორის ერთი ინტერვიუ წავიკითხე, ბუნებრივია ემზადებოდი თქვენთან შესახვედრად, თქვენი, სადაც თქვენ ამბობთ, რომ აი დანელიამ რომ მითხრა რომ კინოში უნდა გადაგიღო, მე ვთხარია რომ არა, მინდა ბალერინობა. ასე დაბეჯითებით იცოდით, რომ ბალერინობა მინდა და ეს იყო ჩემი ოცნება ბავშვობიდან, იმიტომ რომ რო გავჩნდი, ჩემი დედიკო ყვებოდა, რომ პატარა იყავი აი ამ ხელა და უკვე ფეხის წვერებზე იდექი.
საბალეტო სკოლა იყო აქ პიონერთა აქ იყო სასახლეში. პირველ სართულზე საბალეტო სკოლა, ყველა ასაკის ბავშვების და ყველაზე პატარა ვიყავი მე აი ამ კლასში. და როდესაც დანელია მომიახლოვდა და მითხრა რომ მე მინდა რომ კინოში გადაგიღო, ზუსტადაც ესე გავეცი პასუხი. რომ მე არ მინდა კინოში გადაღება, მე მინდა ვიყო ბალეტი. იმ პერიოდშიც იყავით გამორჩეული იქიდან გამომდინარე რომ ვარცხნილობა გქონდათ ყველასგან განსხვავებული. რატომ გაძლევდნენ ამის უფლებას? ეს არ ვიცი, თვითონ ჭაბუკიანის სკოლაში, როდესაც ვსწავლობდი, ვახტანგ მიხაილოვიჩმა ძალიან რა თქმა უნდა პედაგოგები იყვნენ წინააღმდეგ, რომ თმა უნდა ამეწიანო და მისი აი რო იტყვიან ხელმოწერით არასოდეს არ მიშლით. ეს იყო ეთყობა როგორც ღიმილი, ასევე იყო ეს ჩემი თმა. თმაც. აი პარალელურად რომ ვისაუბროთ ბალეტზე და კინოზე, თქვენ შეხვდით სერგო ზაქარიაძეს. მაგრამ ზაქარიაძე არ შეხვედრილ ხართ, რამდენადაც ვიცი, საგადასახებო მოედანზე შემდეგ უკვე გახმოვანების დროს მოხდა თქვენი შეხვედრა. არ გქონდათ ხომ ერთობლივი სცენები? არა, ჩვენ ერთობლივი სცენები არ აქვს, იმიტომ რომ იქ სიუჟეტის მიხედვით ჩვენ არ ხვდებით ერთმანეთს და როდესაც იყო გახმოვანება ფილმის, ისე დაემთხვა რომ მე მომიყვანეს მაგ დროს, როდესაც ბატონი სერგო იდგა პულტთან, ტონ ზალს ეძახდნენ მაშინ, ეს იყო დახურული ოთახი და ბატონი სერგო ახმოვანებდა მის როლს. მე ბებიასთან ერთად ვიჯექი და ველოდებოდი როდის დამიძახებდნენ და ძალიან ინტერესით ვიყავი გართული, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა რა ხდება ეკრანზე. ანუ რო აღებდა პირს, იგივე ტექსტს ადებდა. და როდესაც დაიღალა უკვე ამ გახმოვანებით, გამოაყო კარები, ესეთი სვანული ქუდი თავზე და უსაშველოდ მაღალი იყო ჩემთვის თან პატარა რო ხარ, ყველაფერი დიდი გეჩვენება და რო შევხედე, აი დიდმა რაღაც მუხის ხემჩაიარა თითქოს. და მე მომიყვანეს, დამაყენეს პატარა სკამზე და როდესაც დანელია ჩამეხუდა და ამიხსნა რომ აი ხლო ეს მე ვიცი მე უთხარი. მე ამას უყურებდი და პირველივე დუბლიდან ჩავწერე და აი მაშინ იყო რომ შემოვარდა ბატონისე რომ ხელში ამიყვანა და სად არის მშობელიო იკითხა მაკოცა შუბლზე და ალბათ ის კოცნაც იყო რაღაცა ძალიან ისეთი რომ ყვილად არ მოხდა ესეც და სამახსოვრებელი სამუდამო. რა თქმა უნდა. ქალბატონია, ჩვენ ვცდილობთ რომ ის პერიოდი გავაცოცხლოთ, აი თქვენი ბავშვობის პერიოდი, საბალეტო სტუდიის პერიოდი, რომელზეც ახლახანს ვსაუბრობდით და ამიტომ პატარა ბალერინებს ვთხოვთ სცენაზე.
ახლა კი გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი ფილმი ვერისუბნის მელოდიები. იქ ზემოთ ეთყობა დაწერილი არის ყველაფერი და ასე ყველათ არაფერი არ ხდება. სკოლაში უკვე ქორეოგრაფიულ სკოლაში ძალიან ცელქი ვიყავი, ძალიან და ახტაჯანა გოგონა და ესე კიბეებზე ჩამოვდიოდი ძალიან ისეთი სიჩქარით, რომ დავეტაკე, ესეთი იყო რიმა კარსანიძე, რომელიც მუშაობდა ბატონ გიორგი შენგელაიასთან, აი ამ ფილმზე ვერისუბნის მელოდიებზე იყო ასისტენტი რეჟისორის. აი ესე დამიჭირა და ამ დროს მე ვერ მივხვდი რაშია საქმე. მე ვარ კინოსტუდიიდან ვითხრა და ამ დროს ქალი, რომელიც იჯდა იქ ჩვენი ის იყო რომელიც არ უშვებდა არავის, ანუ კარებში და ეწეოდა აპიროს ყაზბეგს და ისეთი იმით უთხრა ეს სახიობია ეს გოგონა. კარგად ნახეთ თქვენ ეს გოგო კინოში უნდა გადაიღოთ აუცილებლად. ახტაჯანა არისო და ზუსტად უხდება გამოდგებაო, ხო. და ესე იყო და დამიწერა ქაღალდზე ფურცელზე რომ ვერისუბნის მელოდიები კინოსტუდია ქართული ფილმი და გიორგი შენგელა. ამასობაში სახში რომ მოვედი რა თქმა უნდა მე ყველაფერი დამავიწყდა, სულაც არ მახსოვდა და ფორმას მაშინ იყო ესეთი ფორმები, ლამაზი და დედა რომ მიუთავებ და აღმოაჩინა ეს ჯიბეში. და რომ დაინახა რა თქმა უნდა გახარებულმა და წამიყვანა სინჯებზე, ხო. მაშინათვე ხვდებოდით რომ საკულტო ფილმში იღებდით მონაწილეობას? იცით, ჩემთვის აი ეს მომენტი საკულტო იქნებოდა თუ არა, ეს ამდენი სიტყვებიც კი არ ვიცოდი პატარა გოგონამ. უბრალოდ ის დიდი ანსამბლი მსახიობების რაც ნახე, სოფიკო ჭიარველი, ბუბა კიკაბიძე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს იყო, ნუ ეკრანებიდან უყურებდი და უსმენდი, ხო? და ჩემთვის, რა თქმა უნდა, როგორც პატარა გოგონასთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ყოველ გადაღების აი ტექსტები ქონდა მე და მაიას, ეგრევე წამში გავხდით დები. სინჯებზე იქ იური ზარეცკი იყო და აი ზუსტად მოხვდით ამ გოგოს, ესე იგი თქვენ არ იცით, მე სკოლაში აყვანილი მყავდა ყველა კლასი. შევდიოდი და მღეროდი. ვიყავი ესე იგი ლაიზა მინელი ვიყავი, ნუ ყველა როლებს ვასრულებდი და ამიტომ ჩემთვის მართლა ეს ჩემ პედაგოგი იყო ზარეცკი და ამიტომ იმანაც თავისი სიტყვა თქვა. და ამ პატარა ასაკიდანვე გახდით სუპერ პოპულარული. პოპულარული ბავშვი, ეს კიდევ ალბათ ცალკე თემაა. რამდენად დაგეხმარათ ეს ყველაფერი ცხოვრებაში, ან შეგიშალოთ ხელით? ზოგადად იული იყო თუ არა ეს პოპულარობა ბავშვობაში? იცით, მე ამდენს ვერ ხვდებოდი, ისევ გავმეორდები, მაგრამ იყო ეს შური ბავშვებში, რომლებიც ოცნებოდნენ მსახიობობაზე და კლასმა პატარა ესეთი ბოიკოტიც მომიწყო. არ მელაპარაკებოდნენ რომ შემოვით, თორემ აი პოპულარობა ხელს მიშლიდა იმ მომენტში ვერ ვეტყვი. ყველა აი რაღაც საამაყო ვიყავი სკოლაში პედაგოგებისთვის, თვითონ ვახტანგ ჭაბუკიანისთვის, როდესაც ციური მერცხლებში რო ვითამაშე, ძალიან აი ჩემთვის ეს არის ძალიან დაფასება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უდიდესმა მოცეკვავემ ჩვენი ქართულის და არა მარტო ქართულის ცეკვის იყო ღვთაება, ღმერთი, რასაც ქვია, ჭაბუკიანმა, როდესაც ვნახამე უკვე ეკრანზე დიდ როლში, დიდ მსახიობებთან, მაშინ თქვა, რომ მე ვამაყობ, რომ ჩემი პატარა გოგო, რომელიც აღზარდეთ, არის ესეთ დიდ მსახიობებთან ერთ კი, ციურ მერცხლებზე აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ, თუმცა სანამ ამაზე გადავალთ, მანამდე ხო ალბათ ბავშვისთვის თამაში ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და ბავშვი ამ დროს ძალიან რაღაც ბუნებრივად და კარგად გრძნობს თავს და ჩაპლინიც ამბობდა რომ საუკეთესო
მსახიობები არიან სწორედ ბავშვები, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ეს ბავშვის ბუნებრივი მდგომარეობა. ახლა ერთ სიუჟეტს უყუროთ, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება და შემდეგ ისევ დაბრუნდებით სტუდიაში. მსოფლიო კინოს ისტორიაში ბავშვი მსახიობები ხელოვნების ამ დარგის გაჩენისთანავე გამოჩნდნენ. თავიდან მხოლოდ რამდენიმე წამიან კადრებში. 1921 წელს კი ჩარლი ჩაპლინმა გადაიღო ფილმი ბიჭუნა, რომლის მთავარი გმირი ჯეკი კუგანი 5 წლის ასაკში მუნჯური კინოს ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ასე დაიწყო კინოინდუსტრიაში ბავშვი მსახიობების ერა. მათი გულწრფელი თამაში, ბუნებრივი მიმიკები და უშუალობა ხომ ბევრად უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა მაყურებელზე, ვიდრე პროფესიონალი მსახიობების ოსტატობა. კინოს ისტორიაში არაერთი შემთხვევაა, როცა ეკრანზე თითქმის შემთხვევით მოხვედრილი ბავშვი მოგვიანებით დიდ მსახიობად ჩამოყალიბდა. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ჯერ კიდევ პატარა ასაკში მოიპოვა მსოფლიო აღიარება და წლების შემდეგაც შეინარჩუნა პოპულარობა. ბავშვი მსახიობების კარიერა ყოველთვის მარტივი არ არის. ადრეული წარმატება ხშირად დიდ პასუხისმგებლობასა და ფსიქოლოგიურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. თუმცა სწორ გარემოში და ოჯახის მხარდაჭერით, ბევრი მათგანი დღემდე წარმატებული მსახიობია. ქართული კინოც მდიდარია ბავშვი მსახიობების საინტერესო ისტორიებით. მე-20 საუკუნეში არაერთი პატარა მსახიობი გამოჩნდა ეკრანებზე. უმრავლესობამ პროფესიად სწორედ მსახიობობა აირჩია და მნიშვნელოვანი ავტოგრაფიც დატოვა ქართულ კულტურაში. თქვენ სწავლა შემდეგ გააგრძელეთ მოსკოვში, გიგში წახვედით და დასრულებისთანავე ჩამოგაკითხათ რობერტ სტურუამ, რამდენადაც ვიცი და დაგპატიჟათ თავისთან თეატრში, რუსთაველის თეატრში. სწორედ ბატონი რობერტი გვეწვია ახლა. ბატონო რობერტ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო რობერტ, როგორც ვიცი, თქვენ ქალბატონიას ჩააკითხეთ კიდევაც მოსკოვში, როდესაც მან დაამთავრა გიგი და დაპატიჟეთ თავად რუსთაველის თეატრში. და შემდეგ უკვე აქ თბილისში გაგრძელდა თქვენი შემოქმედებითი ურთიერთობა. აი, მოგვიყვეთ ამ პერიოდს. მინდოდა რომ ეთამაშა ბეფელირში. მაგრამ ისეთი რაბარი თეატრი ცხოვრება ყველაფერი აირია. გეწყინათ? იცით, ყველა საიდუმლოს ვერ გავცემ. ბუნებრივია. აქ შემოვედი, იმიტომ რომ უნდა დავბრუნდე რეპეტიციაზე, მე ბოდიში გიხდი ჩემო ია. იცით რა, ეხლა მე ვეფხის ყაუსანს. ეს ატრაბახოთ არ ვამბობ და შეიძლება არც გამომივიდეს და თუ არ გამომივიდა ვერ ნახავს. მაგრამ იქ არის ასეთი ტაიპი. ფრიდონი უბრალოდ არის ამშვიდებს. რომ იცოდეო, ხა მე ჩემი სიტყვით ლაპარაკობ, იმიტომ რომ ამ სიმერეში მეხსიერებამაც მიღალა და იცოდეო, რომ თუ ღმერთმაო შენ მოგცაო სილამაზე და იგულისხმება ნიჭიც, ვაშკაცობა და ყველაფერი რაც უნდა ქონდეს ადამიანს იცოდე რომ ის დაგიცავს შენ ის არ მისცემს საშუალებას ძალებს რომ შენო არ მიგიყვანოს ბოლომდე ამ ნიჭით მაგრამ ხშირად აი ესეთი დაჯილდოებული ღმერთის მიერ ადამიანები ან იმიტომ რომ თვითონ რაღაცნაირად არ ხდებიან რა სიმდიდრეს წარმოადგენენ. ეს არ ეხება იას, იმიტომ მოუარა. იხავ დიდი ამბებისა რაც გადახთა მას. იგივე ტაიპში რუსთაველის. ნათქვამია შემდეგ თვითონ არ მშვიდდება არიელი და ამბობს რომ ან შეიძლება სხვებმა გაგიკეთოთ. ისეთი რამე რომ ღმერთი ვეღარ ჩაერევა უკვე თქვენ ურთიერთობაში. ამიტომ ეს პროფესია რომელიც აირჩია ცხოვრობდა მისგან ძალიან დიდ ვაჟკაცობას და მე ვიტყოდი. მსახიობობა არის ძალიან
ისეთი პროფესია, რომელიც თხოვლობს ადამიანისგან ქალი იქნება ეს თუ კაცი უდიდეს სითამამეს და რაც თავარია ვაჟკაცობას არავითარი მხდალი მსახიობი ვერ გახდება მსახიობად. მაგრამ ამავდროულად ბატონ რობერტ ალბათ დამეთანხმებით რომ ეს მაინც სხვაზე დამოკიდებული პროფესია, ხომ რეჟისორზე ხარ დამოკიდებული. აი ქალბატონ იას შემთხვევაში ის ძალიან მოთხოვნადი იყო ფილმებში და ხშირად იღებდნენ. როგორც ვიცი თქვენ დიდად არ გსიამოვნებთ, როდესაც თქვენი მსახიობები ფილმებში იღებენ მონაწილეობას. ზოგადად თეატრალურ რეჟისორებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც კინოში ხშირად დადიან მათი მსახიობები. შეუშალა ამან ქალბატონიას ხელი იმისათვის, რომ სრულად მომხდარიყო მისი რეალიზება თეატრში. არა, ალბათ არ შეუშალა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ თუ თეატრში ყოფილიყო, უფრო უკეთესი იქნებოდა მისთვის. იმიტომ კიდევ მსახიობა სხვა ჟანრია აბსოლუტურად. ეხლა მაყურებელს არ აგონია ასე მე რომ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ერთია როცა შენ გადაგიღებენ. არის მაგალითად ცნობილი არტისტი იყო ეხლა არავის არ ახსოვს ჟანგაბენი. და ეს დამამახსოვრდა მე ძალიან ეს ეპიზოდი. როცა ქუჩაში მოდის და გაზეთებში უესრად ვიღაც ბიჭი ყიდის გაზეთში ძალიან ცნობილი რეჟისორის დადგმული იყო და გაზეთში კითხულობს რომ მოუკვდა შვილი თავი მოიკლა და ამ გაზეთს რო წაიკითხავს აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება სახეში და ჩვენ პარტიაში დარბაზში ой მე როგორი თამაშა და მე მგონია რომ ითამაშა ისე რომ ეს რო თელაზე ეთამაშა არაფერი არ მოხდებოდა ასეთი დარბაზში. კინოს აქვს ისეთი თავისებური ძალები. იმიტომ რომ მაგალითად მესამე რიგიდან მისი თვალები აღარ ჩანს მსახიობის. რა უნდა ითამაშო თვალებით? თუ არა გაქვს რაღაცა მართლა ტელეპათური თვისებები. საერთოდ მსახიობა მესო გიждები რომ ინსტიტუტში არ ასწავლიან აი გიპნოზის რაღაც ელემენტს რომ უფრო ადვილად მოახერხო აზრების გადაცემა, იმიტომ რომ სიტყვები ხო არაფერი არ არის. სიტყვების მიღმა რაც არის. ამიტომ იას ფილმში წარმატებები ჰქონდა და დიდი კიდევაც და თანაც ახლიდან. დაბადებიდანვე ეთყობა. ხო და ეხლა რადგანაც მე უნდა დაგტოვოთ ბატონო მე უნდა ბოდიში მოუხადო იას ამ შესანიშნავ ადამიანს და რაც მთავარია მან მოახერხა რომ დაიმკვიდრა სახელი როგორც ადამიანის იმიტომ რომ პიროვნება თუ სედაზე ვიღაც ადამიანია და მე ვუყურებ და ვერ ხვდები რომ ეს არის საინტერესო პიროვნება ის რა მსახიობს თუ არა აქვს რაღაცა მისთვის მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ზეცის ძალებით თვისებები ამას მაყურებელი გზობს და ისე მოყოლს იას აქვს დიდი მადლობა დავამშვიდობეთ ბატონ რობერტ სტურვას მაგრამ სტუდიაში ვთხოვთ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს დიდი მადლობა ქალბატონანი რომ მობრძანდით და ხართ კვლავ ჩვენი სტუმარი. ამასთან როგორ არ დამოსულიყარი ჩემი ღვიძლი ნათესავი. და სხვა შორის ეს ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ ყველას გონია რომ თქვენ ვერისუბნის მელოდიებმა შეგახვედრათ ერთმანეთს, მაგრამ ის თქვენი ნათესავია. აღვა ბავშვი იყო, როდესაც უკვე მოვდიოდი შენთან, მღეროდი. შენი და შენ და ტოლები. თუ შენ უმცროსი ხარ. არა, ტოლები ვარ. ტოლები ხარ. რა თვეების გასწავლს დედაში. ლილიკო და მარინა. ბებია იას ბების მამა იყო ბერძენიშვილი. და მამა ჩემის დედა იყო ბერძენიშვილი. იყვნენ დაძმანი. დაძმანი. ესე იგი ძალიან ახლობელი. ძალიან. ნათესავები ვარ და
როგორ მიხაროდა, ну ბავშვობიდან თავის ნიჭი გამოამჟღავნა, რასაკვირველი აღფრთოვანებული იყო და ძალიან უყვარდა ცეკვა, სიმღერა, ხიარული იყო და სულ ერთად იყო ეკა მიზეზი ქუთაისში ხო და იმიტომ ვერ მომიდა თუ ის უფრო მეც ლაპარაკებდა იმიტომ რომ უფრო ახლოს იყავით მაგრამ მე მინდა კიდევ თქვა რომ ეს ბავშვი გამოირჩეოდა ყველასგან ძალიან აქტიური ყველა ხალხმა აღიქვა როგორც საუკეთესო უნიჭიერესი პატარა გოგო რომელიც თანდათანობით გაიზარდა გალამაზდა კიდევაც და თავისი ადგილი დაიკავა გაბატონანი რომ დაუბრუნდეთ ვერისუბნის მელოდიებს რამდენად კარგად როგორ აფასებთ მის შესრულებას ჯერ როგორც ბავშვის შესრულებას იმ როლში რას ლაპარაკო არაჩვეულებრივი ბავშვია იცით რა არის ბავშვი რო ხარ შენ არიცი რომ როგორ უნდა წარადგინო წარმოადგინო შენი თავი აი როგორიც იყო აი ეს არის თავის ცხოვრებაში ეს არის ასეთია ზუსტად იქ ვერისუბნის არაფერი თამაში არ იყო ეს იყო ია თავისი ბუნებით დადგმული და ცეკვები და რაღაცა ბალერინა არაჩვეულებრივი ახლა ავტოგრაფში მუსიკალური ნომერიც ძროა და ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით სტუდიაში ვერისუბნის მელოდიების შემდეგ პირველი მერცხალი. ესეც უნდა აღნიშნოთ აუცილებლად ეს შესანიშნავი ფილმი. ჩემია. ბულბული რომელი? არც ერთი. ბულბული გალიაში ალბათ მეც მოხდებოდი.
ია თქვენ ნამდვილად არაჩვეულებრივ რეჟისორებთან მოგიწიეთ. თან პატარა ასაკიდან მუშაობა. დანელია შენგენლაია, მჭედლიძე, როგორები იყვნენ ისინი? აბულაძე. ხო, განსაკუთრებით პატარა ბავშვთან. ძალიან დიდები რო იყვნენ, იმიტომაც იყვნენ უბრალოები. და სრულებითაც ვერ გრძნობდი აი ამ რაღაცას რო იტყვიან, აი ზღვარს. და მათ სიდიათ, სიდით ეს, რომ ყველა ეხლა სახელი ქონდათ მე აი წარმოდგენაც კი არ მექნებოდა საერთოდ ცხოვრებაში როგორ უნდა მეთამაშა იქ და უშუალოდ აბულაძესთან რომელმაც ამხელა ფილმი გააკეთა არაერთი. სისხლისფერი ყაღაჩუების მინდორში თეთრი ცხენი გვდება. საოცარი კადრით იწყება ქართული ფილმი. ნატრის ხედა იმ წამსვე ჩნდება განცდა, რომ რეჟისორი ბრწყინვალე ლიტერატურის მხოლოდ ეკრანიზაციას კი არ გვთავაზობს, არამედ რაღაც განსაკუთრებულს, განსხვავებულს, რომელიც სამუდამოდ ჩაგრჩება გულსა და გონებაში. ფერწერული პტილოსავითაა მთელი ფილმი, რომლის ფერთა პალიტრა ნიჭის, ოსტატობის, სიღრმის, ცოდნისა და ადამიანურობის საოცარი ნიმუშია. დამთავრდა სურათი. დარბაზში სიჩუმეა, გაიხსენებს რეზო ჩხეიძე დღეს, როდესაც ფილმი სამხატვრო საბჭოს წარუდგინეს. უხერხულობა შეიქმნა. საუბარს არავინ იწყებდა. გარკვეული პაუზის შემდეგ ყველა ფეხზე წამოდგა და ხანგრძლივი ტაში დაუკრა. ასეთი რამ მანამდე არასდროს ყოფილა. ტაში და აპლოდისმენტები რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ნატრის ხემდე ბევრად ადრე დაიმსახურა. ერთმანეთს მიყვა პრიზები კანის, ბრატისლავის თუ ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალებზე. მაგდანას ლურჯამ საერთაშორისო კინოსაზოგადოებას ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელები ნამდვილად დაამახსოვრა. სხვისი შვილები, მე, ბებია, ილიკო და ილარიონი ქართულ კინემატოგრაფში საბჭოთა კინოხელოვნებისგან განსხვავებული ახალი სტილისა და ესთეტიკის დამკვიდრების ძალიან წარმატებული მცდელობა იყო. ღრმა, საინტერესო ფილოსოფიური მღელვარი აზრის გარეშე არ არსებობს ხელოვნების შთამბეჭდავი ნაწარმოები. ამ მღელვარი აზრის ძირი კი მძაფრი განცდა, დიდი გრძნობა და ვნება გახლავთ. სწორედ ეს სიღრმეები იგრძნობა ამ სიტყვების ავტორის, ვედრების შემქმნელი დიდი რეჟისორის ხელწერაში. ხელოვანის, რომელიც მთელი არსებით გრძნობს გენიალური ავტორის სათქმელს და კინოფაბულაში დიდი ოსტატის ხელით მოაქცევს. ჩემთვის ყველაზე ემოციური მონანიება, მასზე თენგიზი დიდხანს ფიქრობდა. ეს უკვე სხვა რიგის ხელოვნებაა და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ბერაბ კოკოჩაშვილი. მოულოდნელ დროს, დიდი სირთულეებისა და რისკის ფასად, რეალურ ისტორიებზე შეიქმნა ფილმი, რომელიც დაპატიმრებას გადაურჩა. ეპოქალური ცვლილებების სიმბოლოდ იქცა და საბოლოოდ კანისა და ბევრი სხვა ფესტივალის ჯილდო მოიპოვა. ასეთი ახლობლობა სხვასთან არასდროს მიგრძნია. აფეთქება და სერიოზული ჩხუბი მასთან არასდროს მქონია. ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. ის თავისუფლებას აძლევდა ყველას, ვისთანაც მუშაობდა. ეს ფრაზები იმ რეჟისორების, სცენარისტების, ოპერატორებისა თუ მსახიობების მოგონებებიდანაა, ვისთანაც თენგიზ აბულაძეს უმუშავია. რეჟისორთან, რომლის შემოქმედებამ ტაძრისკენ მიმავალი გზა კიდევ ერთხელ დაგვანახა. რაც შეეხება აბულაძეს, რამდენადაც ვიცი, თქვენ მარიტას როლი უნდა შეგესრულებინათ. აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რატომ აღარ მოხდა? ხელი შემიშალა ზუსტად იმან, რომ პატარა ვიყავი ძალიან, ამიტომ დამტკიცებული ვიყავი ფილმში ციურ მერცხლებში და აი გადაღება რომ უნდა მქონოდა ციურ მერცხლებში ამასობაში ბატონ თენგიზი მოვიდა და მითხრა რომ მინდა ძალიან რომ ითამაშო ჩემს ფილმში ნატრის ხეში. და მე არ შემეძლო მეთქვა, იმიტომ რომ ამდენი არ მესმოდა ნამდვილად, რომ იქაც შემეძლო მეთამაშა და მეორე ფილმშიც. აი ეს არ მქონდა ამდენი რო იტყვიან ტვინიც და პატარა ვიყავით 13 წლის. და ამიტომ ბატონი თენგიზი აი ესე გაბრაზდა და 10 წელი არ მესალმებოდა. რამდენჯერაც ვესალმებოდი, ესეთ გამივლიდა გვერდს და მე იყო რუსთაველის თეატრში რომ ვთამაშობდი სპექტაკლში ათვინირებენ მიმინოს რომ მოვიდა და მაშინ იქ ავთო თამაშობდა მახარაძე, ზეინა ბოწვაძე და ნუ აი მთელი ის ვიყავით რომ იციან. მთელი მონანიება იქ იყავით შეკრებილი. მონანიებას ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ მანამდე ციური მერცხლები ვახსენეთ და მართლაც არაჩვეულებრივი შესანიშნავი ფილმი. ამ ფილმით თქვენ პრინციპში მაშინდელი
საბჭოთა კავშირის ვარსკვლავი გახდით. როგორ მოხვდით საერთოდ ამ ფილმის კასტში თავიდან? აი ასევე რასაც ქვია სამსახიობო ჩვენთან კინოსტუდიაში ქართულ ფილმში დარეკეს და იკითხეს ჩემი სახელი და გვარი. და ამ გაუგზავნეს სურათები ბატონი ლეონიდ კვინიხიძეს. რო ჩავედი, იყო ძალიან დიდი კონკურსი. უზარმაზარი. მე და მარინა ჩავედით და ლილიკო. ისინი ხო არ ტოვებდნენ არც დედაჩემი და დეიდა. და რო ჩავედი, ეს წარმოვიდგინე, ეს ბალერინები, ესე იგი მიუზიკ ჰოლიდან იყვნენ გოგოები, პატარებიც იყვნენ ჩემზე. და ბაიერსკისთან მქონდა უნდა ეთამაშა ბაიერსკის და ერთად მქონდა ეს გადაღება. ნუ არაფერი მე წამოვედით, მე წამოვედი რომ ჩავატარეთ ეს ყველაფერი და მომივიდა მე დეპეშა რომ დამამტკიცეს და დავიწყეთ გადაღება. მაგრამ იქ იყო ძალიან საინტერესო ეპიზოდი ცხოვრებაში, როდესაც იღებდნენ ფილმს სინეპციცას. კი, ლურჯი ფრინველი, აი სწორედ მაგაზე მინდა გკითხოთ, აი ამ გადაღებების პარალელურად, აი ამ ლურჯ ფრინველს იღებდნენ. ხოვრება გრძელდებოდა, ანუ ის იყო რომ იღებდნენ ფილმს. ეს იყო ქართულ-ამერიკული რაღაცა კოპროდუქცია, ხო? ის მეორე ფილმი, რომელსაც ეს იღებდნენ. არა, ეს იყო ამერიკული ფილმი, ეს ლურჯი ფრინველი, სადაც თამაშობდა ჯეინ ფონდა, ელიზაბეთ ტეილორი. ავა გარნერიც თამაშობს კი. ნადია პავლოვა იყო ეს თვითონ თავარ როლში გოგონამ, რომელიც იყო ბალერინა ცნობილი. და ამასობაში ხდება სინჯები ამ ჩვენი ფილმის ციური მერცხლების და შემოიყვანეს კრიუკერი, რომელიც იყო ოდრი ჰებერნის პროდიუსერი, რომელმაც აღმოაჩინა საერთოდ. და ბოლო გზაზეც გააცილა მან, რო იტყვიან. და ეს იყო ისეთი მომენტი, როდესაც ხუთსავეტი ერქვა, ასე თუ ვთქვათ, და შემოიყვანეს აი ამ დიდ რასაც ქვია დარბაზში, სადაც ეკრანზე მიდიოდა ფილმის ნაწყვეტები, ანუ ფილმის კი არა, სინჯების. თქვენი სინჯები. ყველას, ვინც იყო ჩამოსული რუსეთიდან და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ვიყავი მე. და რადგან რეჟისორს ძალიან უნდოდი, ბევრი იყო წინააღმდეგ, იმიტომ კი არა რომ ან რაღაცა უბრალოდ ძალიან პატარა გოგოა და აი საცეკვაო ბევრია, სამღერიო და შეიძლება ვერ გაიტანოს აი ეს როლიო და კვინიხიძე ფანციმერი, რომელიც იყო რეჟისორი, ის იძახდა რომ არა, მე მინდა და ამასობაში დაინახა ჩემი თავი, კრუკერმა თარჯიმანს კითხა, რაშია საქმე და უთხრა მომეცით ეს გოგონა, ოდრი ჰებერნი ცოცხალი იყო მაშინ, მე მას გადავიღებ პატარა ბავშვის როლში, ანუ ოდრის ბავშვობა. ოდრის ბავშვობა. იქვე დამამტკიცეს. ციურ მერცხლებში დამამტკიცეს ნანი მასშივე. ანუ მადლობა უთხრათ ცხონებულ კრიუკერს. საბჭოთა კავშირი. საბჭოთა. ვინ გამიშვებდა, სად გამიშვებდნენ? ისე აქ საბჭოთა კავშირში შენდა ოდრი ჰებერს უკავშირებდნენ ერთმანეთს. იყო. რაღაცა საერთო ჰქონდათ. შემდეგ უკვე აპარებთ უნივერსიტეტ გიგში, მოსკოვში. და უკვე ვარსკვლავი ხართ ფაქტობრივად, ხართ პირველ კურსზე. აი ამ დროს სტუდენტობის პერიოდში გიღებდნენ ფილმებში. რა თქმა უნდა, მე სწავლობდი დიდ ბონდარჩუკთან, სერგეი ფედოროვიჩ ბონდარჩუკთან და სკოპცევასთან, რომლებიც იყვნენ კორიფეები რუსული კინოსი და ესე იგი ვიყავი უბედნიერესი, რომ მიმიღეს ასეთ კურსზე. რა თქმა უნდა, ვიღებდი კი, მიშვებდა. და დადიოდით ხშირად. და დავდიოდი ხშირად, კი. და შემდეგ ჩამოდიხართ თბილისში და მიდიხართ რუსთაველის თეატრში ბატონი რობერტის მიპატიჟებით. და სწორედ ახლა რუსთაველის თეატრის ერთი მსახიობი, ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი უნდა მოვიწვიოთ სტუდიაში.
ქალბატონთან ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და მადლობა იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რუსთაველის თეატრში შეხვდით ერთმანეთს და მეგობრობთ მრავალი წელია, როგორც მე ვიცი. ქალბატონი ია როგორც პირველ შემთხვევაში როგორც მსახიობი ასე რომ შეგვიფასოთ და მაინტერესებთ ყოფილ ხართ ოდესმე პარტნიორობის სცენაზე. იცი რა სამწუხაროდ არა. თეატრში შეიძლება დაბერდე ისე რომ შენი საყვარელი ადამიანი მეგობარი და არ შეხვდე მას, მაგრამ იას ესეც არ დასწავდა. მაგრამ მე იმდენად მომწონდა ია. აი რაღაც ვარსკვლავით გოგო იყო. ხარ ჩემო კარგო, მაგრამ ახალგაზრდობა ხო იცი რომ ისეთი რამ არის და სულ ფიქრობდი რომ აი იასთვის უნდა დაიდგა სპექტაკლი, იასთვის უნდა, იმიტომ რომ ხომ არ არის ეს ერთად შეზავებული გარეგნობა, ნიჭიერება, პლასტიკა, მაყურებლის სიყვარული, იქ ეკრანი, ეს ყველაფერი ერთად ჯამში იყო ია. და ძალიან დიდი იმედები მქონდა, რომ რაღაცას მნიშვნელობას გააკეთებდა ალბათ, მაგრამ სამრამეზია ჩვენი პროფესია დამოკიდებული. პირველი ვიტყოდი ბედისწერა, რა თქმა უნდა. მოთფინებაც, რა თქმა უნდა, რაც იას ალბათ არ ქონდა იმდენი რაც მაგალითად მე და მესამე აი ის დამოუკიდებელი არ არის ეს არის სხვისგან დამოუკიდებული აი ქალბატონი ნანი მაგალითად ხო დამოუკიდებელი ადამიანია ღმერთმა მისცა ეს ნიჭიერება ეს ხმა ყველაფერი და ხო არავიზე არ ხართ დამოკიდებული ნანი მე არ ვიყავი დამოკიდებული რეჟისორი აი ეს არის ამას ვამბობ მე ამ ხრივ ხო და შენ თვითონ უნდა იყო მობილიზებული შენ უნდა აკრიტიკო შენი თავი თუ გინდა რომ წახვიდე წინ შენ არ უნდა იყო აღფრთოვანებული შენი და არავითარ შემთხვევაში ეს კი უნდა იყოს იშვიათობა მაგრამ ყოველ დღე და ყოველდღიური და ყოველი კონცერტი და ყოველი გამოსვლა და შენი როლის ეს ძალიან რთულია რომ მართლა რა თქმა უნდა იყო მაგრამ ბევრს თავისთავად რომ ძალიან მოწონს და არ ვარგა ესეც ხო არის საკუთრებული ნიჭია ქალბატონი გვერდიდან შეხედე შენ თავს და დაინახე და აქ იასთან ეს შემთხვევა იყო რომ მოლოდინში იყო, მოლოდინში, აი ვთქვათ, მაგრამ მე ცოტას ვამტყუნებ იასიცი რატო? ის ბრძოლის უნარიანობა, რაც აუცილებლად სჭირდება მსახიობს. ამაში შედის ის მოთფინება, ის ტკივილი, ის აი ბევრი რაღაცის გადალახვა, უძილო ღამეები, ეს ყველაფერი, იცი იმდენად ცოტა განებივრებული იყავი კინოთი ალბათ ფიქრობდი რომ ნუ მე მეკუთვნის და უნდა მოვიდეს ეს მაგრამ არა აბა რატომ აი ახლა მეგობრებო ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან როლს ქალბატონი იას შესრულებით მონანიებაში 23 წლისა ვარ 23 წლის ხართ, მაშინ როდესაც ბატონმა თენგიზარმა დაგამტკიცეთ ამ როლზე და თან 10 წლიანი პაუზის შემდეგ, მას შემდეგ რაც ის არ გესაუბრებოდა. და მე მოვიგონე, რომ იცოდეთ კუბოსთან. როდესაც ბატონმა თენგიზმა დილით 8 ავდექით მოვდიოდით გადაღებაზე, მან თქვა, რომ ისე უნდა აჩვენო ეს ქალი, როგორი არის შიგნიდან, რაღაცნაირი, ხო ხვდებით, ვერ ვიტყვი ხა ცოტა ამორალური წყო და ცეკვით შემიძლია გამოვხატო თქო. თუ ავთო კუბოში ჩაწვება, იქ იყო კუბო. თუ ჩაწვება კუბოში, მე ვიცეკვებ გარშემო თქო და ნებისმიერი მუსიკა დადგეს და აი ეს იყო პირველი გადაღების დღე. ხო. ძალიან წარმატებული როლია და ზოგადად წარმატებული ფილმი. მაგრამ მე ცოტა სხვა კითხვა დაუსვი. აბა რატო მოხდა რომ შენ
მაინც წახვედი. წასულით მე წავედი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიყვარული შემხვდა ცხოვრებაში, ეს ერთი. და როდესაც მე მყავდა ავად დედა. დედას ჰქონდა მძიმე სენი. მე ამას არავის არ უყვებოდი, რა თქმა უნდა. მე განცდა თუ მქონდა, ბავშვობიდან მქონდა ისეთი, რომ ბატონმა თენგიზმა ეკთქვა, რომ აი ზუსტად ის 23 წლის გოგო ნანა ჯანელიძემ, როდესაც თქვა, რომ პატარაა, არა შეხედე თვალებშიო, როგორი სიმწარე აქვს გადატანილი, შენზე მეტი და ჩემზე მეტიო. აი ეს არის. უბრალოდ ის მეც ძალიან მიყვარს რუსთაველი თეატრი, გარემო. მიყვარხართ ყველა და როდესაც რუსეთში გადავედი, ეს 300 კილო რო დამეცა, სულ ვიძახდი, რომ არც ერთი ნაკაწრი არ მქონდა რუსთაველის თეატრში. არც აქ და არც ფიზიკურად. აკი გეუბნები როგორც კოლეგას მე პირადად აი ეს მაკლია შენგან რომ იმ პერიოდში შენ რუსთაველის თეატრიდან არ უნდა წასულიყავი. ასე ვფიქრობ მე. შენ რო გამოხვედი სცენაზე, როდესაც კრება იყო, ეს იყო აი დაუვიწყარი ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ ვაპირებდი გადასვლას. შენ გაიგე რომ გამიძახეს მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ. ეს გაიგეს შენ. და რომ გამოხვედი, მადლობა გადაუხადე თეატრს, კოლეგებს, ბატონ რობერტ სტურვას და თქვი, ყავდეს ესეთი მსახიობი, რობიკო, როგორიც არის. ია, ეს იყო. და მე მოხდა ისეთი რაღაცა, აი როგორ გითხრა, ნანა, ჩემ ცხოვრებაში ალბათ ის ნაბიჯი, რომელიც მე პირველად შევადგე დღეს თქვა ბატონო რობიკომ არ მინდა მოუყვეო და იყო ეს ტკივილი, თავშად ეს ჩემი ტკივილია, როდესაც კორდელიაზე მითხრა, რომ უნდა მეთამაშა, მე უთხარი უარი. და აი იქიდან დაიწყო ყველაფერი. მიდიხართ მოსკოვში, იქ გაქვთ მშვენიერი კარიერა. წარმატებული როგორც თეატრალური, ასევე გიღებენ და აქტიურად გიღებენ ფილმებში. გაგიჭირდათ იქ თავის დამკვიდრება, იმიტომ რომ მოსკოვში ხომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო იმ პერიოდში. აი მე ნანი ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ადრე უნდა წასულიყავი ჩემო საყვარელო. ყოველთვის მეუბნებოდა. და ალბათ საქმე იმაშია, რომ ამ თეატრში ეს ბროდვეის თეატრი იყო, გრიგორი გურვიჩის ღამურა. სადაც აი ძალიან ბევრი საინტერესო, აი ენდრუ ლოიდ ვებერის არიას მღეროდი Sunset Boulevard, დეზმონდი. და პარალელურად სერიალები. და პარალელურად სერიალი და რა თქმა უნდა ორი შვილი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება. და მიჭირდა რა თქმა უნდა, ეხლა წარმოედგინეთ, როდესაც თბილი ბუდედან, ეხლა რა თქმა უნდა აქ იყო ომი, საშინელი პერიოდი, მე ჩამოვედი, დავიწყე ყველაფერი თავიდან. ის ძნელი არ იყო ჩემთვის. მე მელოდებოდა თეატრი, რომ ჩამოვედი. და ის 300 კილო, რომელიც პრემიერის დღეს დამეცა გენერალურ რეპეტიციაზე, მოწყდა უზარმაზარი სცენა და დამეცა მე. ორივე მხრიდან იყო ყველა ჯულის მსახიობი, რომ იტყვიან, იმიტომ რომ და დამეცა მე. იმიტომ კი არ ვიცახი, რომ მე რატო დამეცა. იცით რა, რომ ვიწექე და აი ესეთი სცენა ფეხზე მქონდა, პირველმა მე დავინახე, როცა აწიეს ეს, რომ ფეხი აღარ მქონდა საერთოდ. და უფრო წარმოგიდგენიათ ხო რა საშინელება ხარ ჩაცმული, ნანა გადასარევად წარმოგიდგენია ეს ხო? და რაღაცა თოვლი მოაქვთ, რაღაცა უნდათ რომ პირველი დახმარება გამიწიონ და იცით რაშია საქმე? სულ იმას ვიძახდი, რომ ეს ალბათ ქართველს უნდა გადაეტანათ, ხო? იცით რა იყო ეს? არ ვიცი, ყველა ვიდექით სცენაზე. ფრანგიც, ინგლისელიც, რუსიც, თათარიც, მუსულმანიც და მაინდა-მაინც მე დამეცა. აი, ნუ ბედის წერა გეცრა. ამიტომ აი ესეთი ცხოვრება მქონდა. იაც და იქაც. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, იქ ჰქონდათ შესანიშნავი როლები, ძალიან ბევრი შემოთავაზება თეატრში, სერიალში და ასე შემდეგ. ხალბატონ ნანი,
მას იმ პერიოდში, როდესაც ქალბატონი ია იყო მოსკოვში და მონაწილეობდა სხვა სპექტაკლში, აკვირდებოდით მის შემოქმედებას თბილისიდან, როგორ ჩანდა მისი შემოქმედება მოსკოვში. მოსკოვშიც იყო და თუ ჩამოდიოდა. ბარა, არ ვიცით ბარა. ჩემი იუბილეც იყო გახსოვს? მის ირგვლივ ძალიან კეთილ განწყობილი ხალხი იყო, მსახიობებიც და მომღერლებიც და მურჩენკო გახსოვს? ბევრჯერ შენი დაბადების დღე იყო თუ რაღაცა. სულ უხდიდნენ და იკრიბებოდნენ, რომ ისე უყვარდა ნანი იყოს და მე ისეთი ამაყი ვიყავი რა ეს ჩემი მამიდაშვილი ძალიან ამაყობდით იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ნიჭიერია ამას უნდა მონზრდეს კიდე შენი ადამიანობა და შენი კეთილშობილება და შენი სისპეტაკი ეს ძალიან დიდ ადგილს იკავებს ადამიანის როგორ პიროვნება ესეთი უსაყვარლესი ადამიანი იყო ყველასთვის იქ. ქალბატონია, ესე იგი, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ თქვენს წარმატებულ როლებზე, აგრე ეკრანზეც ვხედავთ თქვენს როლებს, მათ შორის მოსკოვში შესრულებულ სერიალებს უამრავს და მიუზიკლებიდან ნაწყვეტებიც გადის ჩვენთან ეკრანზე. მინდა რომ გთხოვოთ შეგვისრულოთ ერთი სიმღერა. კი ბატონო. Toujours que ça n'existait pas. Je pensais que mon amour n'arrivait pas. Mais je t'ai trouvé un jour dans la grande foule. Et j'ai bien compris que tu es mon amour. J'étais tellement heureuse avec toi. C'était vrai d'amour de toi et moi. Et je ne comprends comment tu me quittes simplement. Et je pleure de tous mes sentiments. Si tu savais quel bonheur. Cœur là, présent de cœur, tu peux prendre peut-être comment je t'aime, tellement je t'aime. Si tu savais quel bonheur. Toujours que ça n'existait pas. Je pensais que mon amour n'arrivait pas. Mais je t'ai trouvé un jour dans la grande foule. Et j'ai bien compris que tu es mon amour. J'étais tellement heureuse avec toi. C'était vrai d'amour de toi et moi. Et je ne comprends comment tu me quittes simplement. Et je pleure de tous mes sentiments. Si tu savais quel bonheur. Cœur là, présent de cœur, tu comprendras peut-être.
savez quel bonheur être la présentateur. Tu comprendras peut-être comment je t'aime, tellement je t'aime. უღრმესი მადლობა კალბატონი. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მინდა რომ ორივე თქვენგანს გთხოვოთ თქვენი ავტოგრაფის სურვილი დავტოვოთ კალბატონიას. პირველ რიგში ისევ ჯანმრთელობა ჩემო საყვარელო და შენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ხელში აგიყვანს და გაგაკეთებინებს შენს საქმეს. კალბატონო ნანა. დიახ. თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ რომ კალბატონი ია რუსთაველის თეატრიდან წავიდა, ეს იყო შეცდომა, რაღაც თითქოს გული დააგწყდათ. დღეს რას უსურვებთ მას? იცი რა? და ფიქრობთ თუ არა რომ კალბატონია უნდა დაბრუნდეს და უფრო აქტიურად იყოს თეატრში? არა, მე ვფიქრობ, ის ია აღარ არის. ეს ეხლა უკვე მეტად გამოცდილი, გამოკვეთილია, მზად არის ყველანაირი შემოქმედებისათვის. მთავარია დაკარგო იმედი. დიახ, მთავარია ეხლა რაღაცა ბედიც და ჩვენთან ბევრი თეატრებია, კერძო თეატრები, ნუ იქნება ბატონო სახელმწიფო თეატრი, რა ვიცი ახლა ბატონი რობერტი სადიჯდა, ვკითხავდი, ხომ შეიძლება 3-4 სცენა გვაქვს ჩვენ და ქალბატონი იას თუ სურვილი ექნება, დაფინანსება ექნება იას, ესეც შესაძლებელია. ითამაშოს ის, რაც უნდა. იცი რატო? მსახიობი ყოველთვის ესეთი უკმარისობა იას აქვს. იმიტომ რომ საქართველოში სულზე ჩამოდის, აქ რაღაცა დაიმუხტება, მერე წავა იქ ცოტა სიცივეში, ცოტა ცივ ხალხთან, მერე აქ გათბება. ხო და აი ეს სითბო მე ვიცი იას სჭირდება როგორც შემოქმედებითად, აი ისე მეგობრებით. ამიტომ ამას უსურვებ იას, რომ აი ეს რაც მას დღეს მებრძოლი სრულიად განახორციელოს ის, მე მგონი რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. და მე მიგულე სადღაც იქ შენ პარტნიორად მე შეგიძლია გამოგადგე. აუცილებლად. შენ რომ კარგი სიტყვა უთხარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობთ, მადლობა უღრმესი რომ მოხვედით და თქვენი გადასარევი საღამო იყო. უღრმესი მადლობა თქვენ რომ მოგვეცით საშუალება გვესაუბრა თქვენს შესახებ. დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემა ამით დასრულდა. დღეს ჩვენთან თავისი ავტოგრაფი არაჩვეულებრივმა იანინიძემ დატოვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.